სპეცსაშუალებები დისციპლინისთვის წიწაკის გაზი, ცემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტი ურჩი პატიმრებისთვის. კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას პარლამენტი თებერვალში დაიწყებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სუბარის უწყების მიერ წარმოდგენილ ინიციატივას უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. სამთავრობო გუნდის ოპონენტები წამების ლეგალიზებაზე აკეთებენ აქცენტს. ასეთი რკინის კარი ციხეს რომ ნამდვილად სჭირდება ფაქტია, თუმცა სასჯელახსრულების სამინისტროში ფიქრობენ, რომ გისოსები წესრიგის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ირკვევა, რომ სისტემას მსჯავრდებულთა კონტროლისთვის არც ამ დრომდე კანონით გათვალისწინებული ხელბორკილები და დამაწყნარებელი პერანგი ყოფნის. რეზინის ხელკეტი, ცემლსადენი და წიწაკის გაზი, აკუსტიკური მეთოდები, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობები და არალეტალური იარაღი. ამ ყველაფრის გამოყენებას სასჯელახსრულების სამინისტრო ქართულ ციხეებში ერთი მოტივით უსაფრთხოების მიზნით გეგმავს. თავარი არის ის, რომ ამავე კანონით ხდება დავალდებულება სასჯელახსრულების და პრობაციის სამინისტროს, რომ მიიღოს კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში რომელი სპეციალური საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. შესაბამისად ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენ მართოთ ციხეები კანონის შესაბამისად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სასჯელახსრულების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჩამონათვალში მოხვედრილი ყველა საშუალება საერთაშორისო პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება და ამ მხრივ გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. უწყებაში ამბობენ, რომ ინიციატივა უკვე შეათანხმეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახალხო დამცველის ოფისთან. ჩვენი მოსაზრებაა, რომ აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაისინჯოს თითოეული საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობა, ზოგადად დაკანონების მიზანშეწონილობა და შემდგომში აუცილებლად უნდა განისაზღვროს კაცრად წესები, გამოყენების წესი. წიწაკის გაზის, ხელკეტისა და შუქბგერითი ზემოქმედების საშუალებების პრაქტიკაში გამოსაყენებლად კი სასჯელახსრულების სამინისტროს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. საამისოდ უკვე მომზადდა პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში გაიგზავნა. ახლა ჯერი კანონმდებლებზეა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია, რომელიც ინიციატივაში წამების ლეგალიზების ელემენტებს ხედავს. განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობის წევრებს. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ სასჯელახსრულების სისტემა წამების მეთოდების ლეგალიზებას ითხოვს, ხო? ჩვენ გვახსოვს რამხელა კრიტიკა იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ხო? და ეს ცოტა პარადოქსია ახლა ისეთი მექანიზმების შემოღება, რომ წამება იყოს ჩვეულებრივი რამ. ჩვენ ყველა ამ საკითხს მივუდგებთ ადამიანის უფლებების მაქსიმალური მაღალი სტანდარტით, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს სფერო უნდა იყოს კანონის უზენაესობის ქვეშ მოქცეული და უნდა იყოს დაცული. საპატიმროებში ახალი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია აქვს მესამე სექტორსაც. უფლებად დამცველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დასჯის მექანიზმის გამკაცრება ციხეებში პრობლემას ვერ მოაგვარებს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ასეთი საშუალებების არსებობა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიცაა. უსაფრთხოების ზომები მართლა ძალიან აუცილებელი არის, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ძალიან სერიოზული რისკები, თუმცა უნდა იყოს ეს ადეკვატური და პრაქტიკაში ისე დაინარგოს ეს პატიმრობის ახალი ნორმა, რომ არ მოხდეს რაიმე გადაცდომები და რაიმე ხარვეზები. პრობლემა ძალადობის მექანიზმების არარსებობაში არ არის. პრობლემა არის სათანადო ჰუმანური გარემოს შექმნა სასჯელახსრულების დაწესებულებებში, იმისათვის რომ ამ სახის ძალადობის გამოყენების აუცილებლობა არ დგებოდეს. დართავს თუ არა პარლამენტის სასჯელახსრულების სამინისტროს ციხეებში ახალი საშუალებების გამოყენების უფლებას, ეს უკვე თებერვალში ცვლილებების განხილვისას გაირკვევა. მანამდე კი გისოსებს მიღმა ცხოვრება ისევ ისე გაგრძელდება, ძველი წესებითა და ძველი კანონებით.